მოგესალმებით, მეგობრებო. დავიდასტუროთ, რომ ხედავთ და კარგად გესმით ჩვენი. დავიდასტურეთ, რომ გავედით ეთერში. და ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ვიქნებით უახლოესი 40 წუთის განმავლობაში. პერიოდში თქვენ დასტურს ველოდებით და შემდეგ წარგიდგენთ ჩვენ სტუმარს, რომელიც ისედაც იცნობ, მაგრამ მოდი ფორმალურ მხარეს გვერდი არა. დავიდასტურეთ, რომ გამოსახულებაც კარგად ჩანს, ხმაც კარგად მოდის თქვენამდე. Evangeli სტუმარი ჩვენ იქნება ვახტანგ ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, თემა არის წარმატება და ვახტანგ ისაუბრებს იმაზე თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები. რა გვიშლის ხელს რომ ვიყოთ წარმატებული. სალამი ვახტანგ, როგორ ხარ? მოგესალმებით ყველას. კარგად, რა ვიცი, თქვენ როგორ ხართ? ჩვენივრად, აი ველოდები. შემდეგ რო წარმატების მიღწევის რაღაც სკილებს რო წავიღე. ყოველ შემთხვევაში რაღაც მიმართულებებს მაინც. კეთილი და მოდიოსა. მაშინ გადავიდეთ პირდაპირ. გადავიდეთ. თუ წარმოვიდგენთ ესე ვთქვათ, ჩვენ სააზროვნო პროცესებს როგორც იერარქიას, ხო? ანუ არსებობს სააზროვნო პროცესები, რომლებიც ჩვენზე ძალიან ძლიერად მოქმედებს, არსებობს სააზროვნო პროცესები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებს ისე რა, ან მოქმედებს ისე ხანდისხან. ზედამაშად, იმ შემთხვევაში თუ ვიცით, ასე ვთქვათ, რომელ სააზროვნო პროცესს ასე ვთქვათ, რა მოქმედების ძალა აქვს ჩვენზე, შეგვიძლია შევარჩიოთ საკუთარ თავზე მუშაობის ან სხვისი დახმარების ყველაზე ეფექტური ჩარევის წერტილი. პირობითად ვთქვათ, ხო? შეიძლება ვცვალოთ საკუთარ თავში ისეთი რაღაცეები, რასაც მაინდა-მაინც დიდი ზეგავლენა არ ექნება. და შეიძლება ვცვალოთ საკუთარ თავში ისეთი რაღაცეები, რომ მინიმალური რაღაცა ოდნავ კოსმეტიკურ ცვლილებად რო გეჩვენება, ასეთმა ცვლილებამ, ასე ვთქვათ, მთელი შენი ბედი დრამატულად მიატრიელოს გაცილებით უფრო სახარბიელო პერსპექტივისკენ. შესაბამისად, ასეთი იერარქია, ბუნებრივი იერარქია გვაქვს ცნობიერებაში და ყველაზე მაღალი დონე იერარქიულობის თვალსაზრისით, ხო? ყველაზე ისეთი მძლავრ ცვლილებებს ვებულობთ მაშინ, თუ ვახორციელებთ ცვლილებებს საზრისის და მიზნობრიობის დონეზე. ადამიანი მოწყობილია ძალიან საინტერესოდ. თუ იგი ხედავს რაღაცა საქმიანობის საზრისს, ანუ მას აქვს ძალიან მკაფიო პასუხი შეკითხვაზე რისთვის, ამ შემთხვევაში მას შეუძლია რესურსების დეფიციტის პირობებშიც კი, ან აბსოლუტურად არარსებობის პირობებში, ასე ვთქვათ, მარმარილოს გამოღრღნას და მეორე მხრიდან გამოვიდეს, თუ საჭირო იქნება. სიყვაზე შექმნას, ასე ვთქვათ, მისთვის სასურველი შენება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს წავართმევთ საზრისის გაგებას, შეგრძნებას, განცდას და ეს როგორ კეთდება? ეს კეთდება, ასე ვთქვათ, თან უნევლიეთ, თან ნებსით, როდესაც შენი მოლოდინები მუდმივად ბათილდება, ასე ვთქვათ, ხო? არ გამოდის. აი ამ შემთხვევაში იქმნება აბსოლუტური უაზრობის განცდა და ადამიანი კარგავს არამს თუ წარმატების მოტივაციას, ძალიან ხშირად სიცოცხლის მოტივაციასაც. ამაზეა აწყობილი მთელი საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, რომლის ძირითადი ამოცანაც არის არა გადაგარწმუნოს რაღაცაში, არამედ მოგცეს არგუმენტაცია, რატო არ უნდა გაინძრა და რატო არ უნდა აკეთოს საერთოდ არაფერი, დივანიდან არ უნდა მოტივაცია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული საზრისების სისტემა და გვაქვს ძალიან მკაფიოდ გააზრებული მიზნები, ამ შემთხვევაში ჩვენში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდეს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებმა გადასარევად იციან რა არ უნდათ, მაგრამ როდესაც ეკითხები, ხო, აი ამ არასასურველი მომენტების მაგივრად რა გინდა, ამ შემთხვევაში პაუზა აქვს. აი ეთყობათ, რომ აი ახლა დაიწყეს ამაზე ფიქრი, როდესაც შენ კითხები.
შესაბამისად, მათმა გონებამ გადასარევად იცის, ის რეალობა, რომელიც არის მათთვის არასასურველი, მაგრამ ამის მაგივრად რა უნდა, ფაქტურად twins სამუშაო დავალება არ აქვს. და იქიდან გამომდინარე გონებამ არ იცის რა გვინდა. არც რესურსების მობილიზაციას ახდენს, არც ჩვენს ნიჭიერებასთან გვიხსნის თვდომას, არც შესაბამის უნარებს ააქტიურებს და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში გაქვს აბსოლუტური უნიათობის განცდა. უბრალოდ იმიტომ, რომ გადასარევად იცი რა არ გინდა, მაგრამ არ გაქვს ჩამოყალიბებული რა გინდა. ამიტომ პირველი და ძალიან მარტივი, რასაც ვაკეთებ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა რაღაცა ცვლილებების განხორციელება ჩვენ ცხოვრებაში, კი გავიაზრეთ რა არ მოგწონს. ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რეალობა, ცხოვრების სფერო ან მთლიანად ცხოვრება ან რაღაც ერთი კონკრეტული მოცემული სიტუაცია. აი, როდესაც ვიცით, რეები არ მოგწონს, აუცილებლად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა მინდა ამის მაგივრად. ამ შემთხვევაში იწყებს აზროვნებას უსვანაირად მუშაობას და ჩვენი ამოცანა აქ ჩამოვაყალიბოთ ძალიან მკაფიო და გასაგები ვიზუალური სურათი იმ რეალობისა, რა რეალობის განხორციელებას გსურს, რატო მნიშვნელოვანი ვიზუალური სურათის ჩამოყალიბება. ამ წარმოსახვეთი სურათის დანახვა როგორ გამოიყურება ჩემთვის სასურველი შედეგი. იმიტომ რომ ჩვენი შემოქმედებითი გონების, შემოქმედებითი ცნობიერი საყვარელი ენა, ეს არის ვიზუალური სურათების ენა. შეიძლება საათობით ველაპარაკოთ საკუთარ თავს, რაღაცა გეგმები ვწეროთ, ბლოკნოტები ვავსოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმუშავებს ძალიან ნელა. თუ გინდა რომ ჩვენი შინაგანი რესურსების მობილიზება მოვახდინოთ ძალიან სწრაფად, ამ შემთხვევაში უნდა დავინახოთ სასურველი რეალობა, ხო? ძალიან მარტივად შეიძლება. პატარათი ჩაგეძიები, ანუ ვიზუალური სურათი იმისთვისაც მნიშვნელოვანია, ვის წამყვანი აღქმის სისტემა აუდიალურია ან კინესთეტიკურია. აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ იდეაში სამივე გჭირდება. იმის გააზრება გჭირდება, მაგალითად, თუ ჩემთვის არასასურველი რეალობა სასურველისკენ შეიცვალა, მაგალითად, ეხვალე დილით ადექი და რაღაცა პრობლემა, რომელიც გაწუხებულა, გაქრა შარშანდელი თოვლივით. როგორ მიხვდები, რომ გაქრა? კონკრეტულად რას დაინახავ? რას გაიგონებ? რას შეიგრძნობ? აი, ესეთი თანმიმდევრობით. დავინახავ, გავიგონებ, შევიგრძნობ. ასევე შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორი შესახედაობა მექნება. ხო, იმ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ იმ სიტუაციებში სადაც მქონდა რაღაც, მაგალითად, მქონდა გაუბედაობის პრობლემა რაღაცა სიტუაციებში. და ეს პრობლემა გაქრა ამ შემთხვევაში, ხო, აი, გარედან, როგორი შესახედაობა მექნება, როდესაც ეს პრობლემა აღარ მაქვს და მომეცა თავდაჯერებულობა, ხო? აი, უფრო თავდაჯერებული როცა ვარ, როგორი სახის გამომეტყველება გაქვს, როგორ ჟღერს შენი ხმა, როგორ მოძრაობს შენი სხეული, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ აი ეს სურათი. რატო მნიშვნელოვანი რომ ეს გავაკეთოთ? როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ გვერდიდან საკუთარ თავს, რომელმაც დადო სასურველი შედეგი, ან რომელიც გახდა ისეთი, ასე ვთქვათ, რომლისკენაც მივიდით, ამ შემთხვევაში ირთვება ჩვენი თავის ტვინის შემოქმედებითი ნაწილები. აი ეს წინა. და ამ შემთხვევაში გვეხსნება, ასე ვთქვათ, აი იმ რეალობის შექმნის პოტენციალი, რასაც წარმოვიდგენთ. ეს ერთი, ხო? ან ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ მიზანი. მეორე, მიზნის გარდა მიზანზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავიაზროთ მიმართულებები. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც რეალობა გახდა ძალიან არასტაბილური და აბსოლუტურად ისეთი ვერ გაიგებ რა მოხდება, ეგრე ერთ წელიწადში კი არა, ორ კვირაში რა იქნება, რომელიც მეცის. აი ამ შემთხვევაში გჭირდება მიმართულებების გააზრება. ანუ კონკრეტულად რა მიზნის მიღწევა მინდა, შეიძლება ამის წარმოდგენა ცოტა რთული იყოს განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მიზნის მიღწევა უკავშირდება ძალიან ბევრ გარემოებას, ხო? და ეს გარემოები სწრაფად იცვლება. ამ შემთხვევაში გჭირდება იმის გააზრება, თუ რა მიმართულებით მინდა ვიარ. მაგალითად, შეიძლება კონკრეტული მიზანი ჩამოვაყალიბო, რომ აი ამ წელს ვაპირებ აღივლებში აი ესეთი შედეგების მიღწევას კონკრეტული ციფრებით. შეიძლება სხვანაირად ჩამოვაყალიბო, რომ მაგალითად წელს მე მინდა ვიარო გაყიდვების მაქსიმალურად მატების
გზით. და აი იმ პირობებში რა პირობებიც იქნება ამ შემთხვევაში აღწევ მაქსიმალურ შედეგს. რაც შეეხება ასეთი მიმართულების წარმოდგენას, ხო? აქ შეიძლება წარმოვიდგინოთ არა ჩვენ რომელსაც აი კონკრეტული მიზანი აქვს ხელში, არამედ ჩვენ რომელიც ასე ვთქვათ წარმატებული საკუთარი თავი, რომელიც მოძრაობს აი ამ მიმართულებას. და ამ შემთხვევაში შეკითხვა, რომელზეც უნდა პასუხო დღეს არა ესე რომ რას მინდა მივახციო, როგორი მინდა ვიყო, აი იქ ერთ წელიწადში, მაგალითად მინდა ვიყო ზე წარმატებული აყიდველი, ხო? ნუ სამშობლოს არა. ალბათ. ხო და აი ასეთი მიმართულებების დასახვა გაცილებით უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც ვერ საზღვრავთ, ვერ გეგმავთ. ასე ვთქვათ, გამოხდება თუნდაც ერთი წლის პერსპექტივაში. შესაბამისად, როდესაც ვაზროვნებთ მიმართულებების ასე ვთქვათ კონტექსტში, წარმოვიდგინოთ, აი როგორი მინდა ვიყო 3 თვეში, როგორი მინდა ვიყო 6 თვეში, როგორი მინდა ვიყო 1 წელიწადში, როგორი მინდა ვიყო 3 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში. რაც უფრო შორს გავიხედავთ, ხო ეს რაც უფრო დაგეგმარების ჰორიზონტს, რაც უფრო შორს გავწევთ, მით უფრო დიდი შანსია იმის, რომ სავარაუდოდ ამის რეალიზაცია შეეძლოთ. ძალიან ხშირად ადამიანები მეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ აი ჩვენ რა ვიცით იქ რა მოხდება, როგორ შეიძლება ესე დავგეგმოთ. თუ შეგიმჩნევიათ მეთქი ერთი მარტივი რაღაცა. რომ აი ის მოვლენები, რომელსაც თქვენ ეძახით ქაოსს, არის სხვა ადამიანების მიზნების შესრულების პროცესი. უბრალოდ ისინი ფიქრობენ გრძელვადიან პერსპექტივაში, თქვენ არა, ამაშია მთელი განსხვავება. სავარაუდოდ ისინი მიაღწევენ, თქვენ ალბათ ვერა. ხო და ამიტომ ესეთი გრძელვადიანი დაგეგმარების არარსებობა არის პირველი და მნიშვნელოვანი ბარიერი, როდესაც არ იცის საით და რისთვის, ანუ საზრისის და მიზნის დონეზე, როდესაც არ აქვს უბრალოდ ინფორმაციული დეფიციტი გაქვს, ხო? ეს ინფორმაციული დეფიციტი, ეს გაურკვევლობა შინაგანად პირველ რიგში შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული ბარიერი, იმიტომ რომ ტვინმა არ იცის რა რესურსები აამოქმედოს, რა უნარები ჩართოს. ასე ვთქვათ, რა შინაგანი მდგომარეობები შექმნას, რა რწმენა წარმოდგენები დაიხმაროს, როგორ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაში გადაგიყვანოს და საბოლოო ჯამში როგორი კომუნიკაციები და ურთიერთობები შექმნას გარემოს. იერარქიულად ცოტა უფრო დაბლა დგას საკუთარი თავის აღქმა. როგორ აღვიქვა საკუთარ თავს? და აქ შეიძლება საკუთარი თავი აღვიქვა რესურსულად, შეიძლება საკუთარი თავი აღვიქვა ისე, რომ ეს საკუთარი თავის აღქმა გადაიქცეს სერიოზულ ბარიერად. როდის ხდება ხოლმე ეს? როდესაც ის შედეგები, ის ცხოვრების დონე, ცხოვრების ხარისხი, ხო, რომელიც პერსპექტივაში მინდა, რასაც ვგეგმავ, თუ ჩემი შინაგანი მე ამაში ვერ ეწერება. ასე ვთქვათ, აი ვერ წარმოვიდგენ საკუთარ თავს იქ, იმ სიტუაციაში. რატო ვერ წარმოვიდგენ? სავარაუდოდ იმიტომ ვერ წარმოვიდგენ, რომ ალბათ შთაგონებული მაქვს, რომ ღირსი არ ვარ. და ეს არის ყოველ ნაბიჯზე, პრაქტიკულად, ხო? ან შეიძლება კიდევ უფრო ნატიფი ბარიერი იყოს ესეთი, როდესაც არ მაქვს კონტაქტი საკუთარ თავთან. ან მაქვს მხოლოდ ნაწილობრივი კონტაქტი საკუთარ თავთან და ფაქტიურად საკუთარ თავს ვეთამაშები კუკუდამალობანს. როგორ გამოიყურება ეს? ბავშვობაში, როდესაც ვიბადებით იმ პირობით, რომ დედის ორსულობა იყო ასე თუ ისე ნორმალური, ასე ვთქვათ, ბავშვობიდან გვაქვს საკუთარი თავის მიღების თითქმის 100% თუ არა მთლიანად 100% ღებულობთ საკუთარ თავს, ხო? და საკუთარი თავი გვიყვარს, მოგწონს, საერთოდ არ გვიჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ კარგი ვარ, ცუდი ვარ, ვიჟობი ვარ და ასე შემდეგ. და ეს განაპირობებს სხვათა შორის ენერგიულობას და ქარიზმატულობას, ასევე ცნობის მოყვარეობას, რომელიც ყველა პატარა ბავშვში არის. წლინახევრამდე ბავშვი შეგხვედრიათ, როდესმე არაქარიზმატული და არახალისიანი უპირობოდ? არა, თუ რაღაცა არჩის, ხო? ამ შემთხვევაში შემდეგ ხდება სოციუმის, ასე ვთქვათ, პროგრამირების პირობებში და გარედან მას ასწავლიან სირცხვილის გრძნობას, მათ შორის საკუთარი თავის სირცხვილის გრძნობას, შეიძლება ბავშვს აგრძნობინონ რაღაცა, ის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე კიდევ სხვა ვიღაცა და ასე შემდეგ. ანუ ხერხს ამ შემთხვევაში, ხო? გზას ძალიან მაინდა-მაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგს და საბოლოო შედეგი არის რა, რომ მე ვარ სხვაზე უარესი. ან სხვაზე უარესი ვარ, ან უბრალოდ ცუდი ვარ. ესეც შეიძლება. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ადამიანს უჩნდება საკუთარი თავის სირცხვილი და შიში იმისა, რომ მე ამ საზოგადოებაში არ მიმიღებენ აი ისეთი ფორმით, როგორიც ვარ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამას გავეც, ანუ რეალურად ვარ, ასე ვთქვათ, ძალიანაც კაი ტიპი, მაგრამ შემექმნა იმის ილუზია, რომ ვერ ვარ ბოლომდე კარგი და ახლა მჭირდება რომ შევქმნა ნიღაბი სპეციალური იმისთვის, რომ ვიყო ამ საზოგადოებისთვის მისაღები. და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აი ამ ნიღბიდან. ფაქტიურად ერთ ვირტუალურ კონსტრუქციას, რომელსაც ქვია ნეგატიური მე, ხო? ფარავს ესეთი პოზიტიური წარმოსახვითი კონსტრუქცია და n რაოდენობით ენერგიას ხარჯავს იმაში, რომ აი ეს ილუზია შეინარჩუნოს. შესაბამისად, მისი რეალური თვისებები რჩება კადრს მიღმა. და ამიტომ ადამიანს უწევს მუდმივი დაძაბულობა. როგორ გამოიყურება ეს, იცით? უბრალოდ როგორ იგრძნობა. აი, დილით რო დგები, ხო? აი რაღაცა გეგმები ხო გაქვს იდეაში. რატო ცხოვრობ, როგორ ცხოვრობ? ცხოვრობ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ცხოვრება არის ხალისიანი, გადასარევი და მსუბუქი. და ასე ვთქვათ, ბედნიერების გრძნობას მიხავ ხარ წინ, თუ იმიტომ ცხოვრობ, რომ უნდა აკეთო რაღაცები. ანუ მინდაში ხარ თუ უნდაში ხარ, მარტივად ვთქვი. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს აი ამ ნიღბების, ასე ვთქვათ, მონაცვლეობაში, ხო, რომელიც საკუთარ თავს უმალავს საზოგადოებას, იმიტომ რომ გონია, რომ ის არ არის ბოლომდე კარგი თვითონ. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და ცხოვრობს ზუსტად ასე, დაღლილ მდგომარეობაში ეღვიძება. რეალურად ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ხოლმე ეს ამბები და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან აღადგინო კონტაქტი. იმისთვის, რომ საკუთარ თავთან კონტაქტი აღადგინო, ხო? შეიძლება ძალიან ისეთი მარტივ შეკითხვებზე დავფიქრდეთ ძალიან. მაგალითად, როდესაც გრძნობ თავს კომფორტულად, როდესაც ჩემთვის ვარ აბსოლუტურად კომფორტულ სიტუაციაში, სადაც გრძნობ თავს, აი ბედნიერად, ხალისიანად, ძალდაუტანად და ასე შემდეგ, ხო? აი ესეთ პირობებში როგორი ვარ, ხო? როგორ ადამიანად გრძნობ თავს და რაღაცა შეიძლება ჩამოვწეროთ ეს თვისებები. შემდეგ, როდესაც ვერავინ ვერ მხედავს, როდესაც არავინ არ მისმენს, ხო? ამ შემთხვევაში როგორი ვარ? როგორ ადამიანად გრძნობ თავს? მე არაფრის რო არ მეშინოდეს, მაგალითად, თავს მიცემდი უფლებას, რომ ყოფილიყავი როგორი. იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერ საქმეში მექნებოდა გარანტირებული წარმატება, აი ამ შემთხვევაში რას გავაკეთებდი და ასე შემდეგ. აი ამ შეკითხვებს გავყავართ დაახლოებით იმაზე, თუ რა არის ჩემი რეალური მეს თვისებები. როდესაც ამას ვიკვლევთ, მე ხო, როდესაც ეს გასაგები ხდება ჩვენთვის, მაშინ უბრალოდ ვადარებთ, ხო, აი რამდენად ცხოვრობ აი ამ თვისებებს რამდენად ვავლენ. ნებისმიერი ის თვისება, რასაც ვიპოვით, აქ შეიძლება 10 ბალიანი სკალით შევაფასოთ, ხო? ცხოვრების ამ ეტაპზე რამდენად ვავლენ ამას. იმიტომ რომ როდესაც ხდება საკუთარი მეს პოვნა, ეს არის ის, რაც შეგვიძლია რეალურად განავითარო. სანამ საკუთარი თავი ვერ იპოვე და საქმე გაქვს ნიღაბთან, ეს ნიღაბი რამდენადაც არ უნდა ანვითარო, როდესაც დადგები რაღაცა გამოწვევის პირობებში, ეს ნიღაბი მიდის უხელფასო შეუულებაში და შენი რეალური მე ხვდება აი ამ გამოწვევას და რეალურ მეს თუ არ ავითარებ, ხო, თუ არ არის რეალური მე აღჭურვილი კომპეტენციებით, უნარებით, ცოდნებით და შემდეგ ინსტრუმენტებით, იმისთვის რომ შეეჭიდოს ამ გამოწვევას, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიცადოთ მარცხი. ამიტომ განვითარება ღირს არა ნიღბების, არამედ უპირველეს ყოვლისა საკუთარი რეალური არსის. ანუ მეორე ბარიერი იერარქიულად ეს არის სუსტი რეალური მე ადამიანის, ხო? ან საერთოდ უცნობი მისთვის, იმიტომ რომ როგორც კი ის ჩავარდება ესეთ რაღაცა სიტუაციაში, სადაც მზა, ნაბიჯები არ არის მისთვის ნაცნობი, ძალიან რთული ხდება ხოლმე
იმისთვის იმპროვიზაცია, იმიტომ რომ ეს მისი რეალური მე სულ იმალება და რეალურ ცხოვრებასთან კონტაქტში რომ შემოდის ეს ტრავმას წარმოადგენს ეს ამბავისთვის და ვიღებს მაქსიმალურად სწრაფად დაასრულოს ეს სიტუაცია, ჩააბაროს მთელი თავისი ინტერესები, სადაც შეიძლება დამოხიდოს თეთრი დროშები ყველგან და თქვას წავეც ცალში. ანუ საკუთარ ინტერესებს ვერ დაიცავს სოციუმში. იქნებ გამომდინარე სოციუმში არსებული თამაშების 99% არის манипуляция, უბრალოდ манипуляция, რომელსაც ჩვენ დავთანხმდით, ზოგიერთი манипуляция არის სასარგებლო, მაგალითად აღზრდა ოჯახში. ეს თავიდან ბოლომდე манипуляციური პროცესია. და არის არასასარგებლო манипуляციები, რომელიც არღვევს ჩვენს ინტერესებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ადამიანმა манипуლირება უნდა იცოდეს. საერთოდ 18 წლამდე ასაკში სკოლაში ვასწავლდი манипуლირების ხელოვნებას. ისევე როგორც ცურვა, ხო? მაინდა-მაინც არ არის აუცილებელი, რომ ჭკუას კარგავდე ცურვაზე. მაგრამ ცურვა უნდა იცოდე, წყალში თუ ჩავარდი, გამოცურვა ელემენტარულად. შესაბამისად, საზოგადოებაში რომ შედიხარ, ხო, იმ საზოგადოებრივ თამაშებში. ელემენტარულად თუ манипуляტორებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდები და იმ შემთხვევაში თუ არ იცი ვერ ხდება შენს მიერ ამ манипуляციის ამოცნობა, ხო? ნუ ძალიან ცოდო საყურებელი იქნები და ეს მე ადამიანები კარგავენ აწლეულობის დროს იმისთვის რომ მე გაიაზრონ რომ თურმე აი აქ სპანაირად იყოს საჭირო. ახლა აქ ზღვარი სად გადის რომ დაუშვით ერთია რომ შენს გამოიყენო თავდაცვის ბიზნით და მეორე არის რომ თავად გახდე манипуляტორი. რამდენადაც ეს ცოტნა უკვე გაქვს. ნუ манипуляციის ხელოვნების გარდა ზნეობრივი აღზრდაც არის. აუცილებელი. კულტურის ხელოვნების ზნეობის კულტივაცია, იმიტომ რომ კულტურის განვითარება ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს ჩემი ზღრმა აზრით, იმიტომ რომ განაპირობებს, ასე ვთქვათ, საზოგადოების კრეატიულობის აქტიურ ფორმას. თუ ამას არ ვავითარებთ, ხო, თუ საკუთარ ესთეტიკას არ ქმნით, სხვისი ესთეტიკის მომხმარებელი გავხდებით ჯერ, მერე სხვისი ღირებულებების, სხვისი მორალის, სხვისი ტექნოლოგიების ცოტა ხანში ჩვენგან დარჩება მხოლოდ ფესაცმე. უნდებათ რომ გავიაროთ ახლა, რა უმთავრესი ხელისშემშელი ფაქტორები, ბარიერები წარმატების მისაღწევად ჩვენს ქართულ რეალობაში. ქართულ რეალობაში საზრისის არ არსებობა. პირველი ისთვის, იმიტომ რომ ამას ცოტა უფრო ესეთი მასშტაბური მიზეზები აქვს, იმიტომ რომ საზოგადოებაში რომ გამოიხედო მარჯვნივ მარცხნივ, არ თავაზობს დღეს საზოგადოება გასაგები ენის ჩამოყალიბებულ პერსპექტივას. სამიოთულად რას ვქმნით ჩვენ როგორც საზოგადოება საერთოდ რა მიზნები გვაქვს, ხო? და რაღაცა ქაღალდზე დაწერილი კი არა ვიღაცის იმაში, სეიფში შენახული. ყველასთვის გასაგები ენით, ხო? იმიტომ რომ როდესაც არ ვიცით, ჩვენ ყველანი ერთად არ მივდივართ, შესაბამისად კოლექტიური წარმატება ხდება ძალიან სათულო. ამ შემთხვევაში თუ კოლექტიური წარმატება არ გამოდის, იმიტომ რომ არ იცი, სად და რას ვაკეთებ და ასე არ მივდივართ, რა პერსპექტივას ვქმნით, მაშინ გადავდივართ ინდივიდუალურ გადარჩენაზე და ინდივიდუალურ წარმატებაზე. და ბუნებრივად 60-ში ვაშენებთ ჯოჯოხეთს ფაქტიურად. რაც გვაქვს მოცემულობაში. ოკეი, პირველი ბარიერი ეს არის საზრისი. თავარი. ხო, თუ არ არის საზრისი და აქედან გამომდინარე, ვერ არის ჩამოყალიბებული მიზნი. მეორე ბარიერი ეს არის საკუთარ მესთან დაკარგული კონტაქტი. როდესაც ფაქტურად შენი ნიღაბი მონაწილეობს შენს მაგივრად, შენს ცხოვრებაში. სხვის ცხოვრებით ცხოვრობ რა. რატოა ეს ბარიერი? იმიტომ რომ ადრე თუ გვიან დაიღლები, უბრალოდ აი დაძაბულობით, რომელსაც იწვევს აი ამ ნიღბის შენარჩუნებაში მოხმარებული ენერგია, ხო? ხო და ნუ როდესაც ამით იღლები, არარესურსულ მდგომარეობაში შედიხარ და ასე ვთქვათ, ვეღარ ქმნი ისეთი ინტენსივობით შემოქმედებითი ვეღარ. შემდეგი ბარიერი ეს არის ჩვენი რწმენა წარმოდგენები. რეალურად. რწმენა წარმოდგენები, რომელსაც ხელის შემშლად რწმენა წარმოდგენებს დავყოფდი ორ დიდ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ეს არის რწმენა წარმოდგენები გარემოს შესახებ. გარემოში არსებული შესაძლებლობების და შეზღუდვების შესახებ. და მეორე ეს არის შემზღუდავი რწმენა წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ.
და ჩვენს twins ერთი ჩვენს გვეცნობიერს მეორე საერთოდ არ აინტერესებს ჭეშმარიტება როგორც ასეთი. მისი მთავარი мотивация არის რომ აღმოჩნდეს მართალი. შესაბამისად თუ თქვენ გჯერათ რომ შეზღუდული რესურსების მდგომარეობაში აი იმ სიტუაციაში სადაც ხართ ხო თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება ვერ მოხდება თლიანად ან რაღაცა სიტუაციაში ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს იმიტომ რომ გარემო პირობებია ასეთი სავარაუდოდ თქვენი ქვეცნობიერი მეაღებინებთ ისეთ გადაწყვეტილებებს გადაგადგმევინებთ ისეთ ნაბიჯებს რომ საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდეს ჭეშმარიტ პირიქით თუ გაქვთ მეწარმოდგენა რომ ამ პირობებშიც შეძლებთ ხო ნებისმიერ პირობებში შეძლებთ ანუ პირობების და მიუხედავად მაინც გამოგივათ ამ შემთხვევაში ან იპოვით გარემოში ხელსაყრელ რესურსებს სიტუაციებს და ასე შემდეგ ან შექმნით თქვენ თვითონ თუ გარემოში ეს არ არსებობს და მეორე კატეგორია ეს არის ძმენა წარმოდგენების საკუთარი თავის შესახებ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ იმიტომ რომ თუ მე სარგებლობ იმ იდეით ასე ვთქვათ იმ ძმენა წარმოდგენით რომ მე ვთქვათ მაგალითად ხო ძალიან ადვილად და სწრაფად ვსწავლობ შესაბამისად რა სიტუაციაში უნდა აღმოჩნდე ყველა ის უნარი რაც მჭირდება ამ უნარებს ძალიან მარტივად და სწრაფად ავითვისებ იმ შემთხვევაში თუ ჩემი რწმენა არის ის რომ მაინდა-მაინც რაღაცა დიდი ნიჭებით არ ვარ დაჯილდოვებული ხო აი რისი ნიჭის გაქვს ისის დაგავიწყდება ანუ ესეთი რწმენა წარმოდგენა რომ მე ვარ ასე ვთქვათ იმაზე ცუდი ვიდრე რეალობაში ადამიანს აგდებს საკუთარი უნარიანობის დავიწყების მდგომარეობაში წარმოიდგინეთ რომ მის წინ დააყენეს მოლდის არკე და ის ვერ ხედავს საკუთარ ძლიერ მხარეებს მაგალითად ხო რაც სერიოზულად ზღუდავს მას და ამ შემთხვევაში ადამიანი არც ბედავს რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგას აბსოლუტურად ასე ვთქვათ პასიური ხდება იმ შემთხვევაში თუ მას სჯერა რომ ამ გარემოში აფერი გამოვა და ბ რომ თუნდაც გარემო კარგი იყოს აი მასაც შეუძლია მას არ აქვს ამის თავი შემდეგი ბარიერი ეს არის ჩვენი ჩვევები ასე ვთქვათ იერარქიულად კიდევ უფრო დაბლა რო ჩამოვიდეთ ეს არის ჩვევები აქედან ყველაზე ასე ვთქვათ დამანგრეველი ჩვევა ეს არის როგორ შეიძლება ეს ჩამოვაყალიბოთ აი როდესაც მიჩვეული ხარ უხარისხო ცხოვრებას იმიტომ ჩვენი გონება ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი მას ნაცნობი მიაჩნია უსაფრთხოდ შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ჩემ ცხოვრებაში ტრადიციულად ყველაფერი იყო ცუდად და რაღაც გამონათებები თუ იყო ეს იყო უფრო გამონაკლისების შემთხვევების სახით რეალობაში ეს სცენარი ხო იძენს ძალიან ცუდ ტენდენციას რომ მუდმივად მეორდებოდეს ჩემ ცხოვრებაში და აი ამ შემთხვევაში ეს ჩვევა ხო რეალურ სტაბილურობის შენარჩუნების ჩვევა შეიძლება გახდეს სერიოზული ბარიერი რატო რომ მან დაიწყოს ასე ვთქვათ უხარისხობის სტაბილურობის შენარჩუნება ცხოვრებაში საშინელებაა იმისათვის რომ ეს ხდებოდეს უნდა ვაზროვნებდეთ ერთნაირად ვაკეთებდეთ ერთსა და იმავე რაღაცებს ხო პრინციპულად არანაირი სხვაობა არ უნდა იყოს და ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული სხვაობაზე კი არა იგივეობაზე აი მაგალითად რატო გაიმარჯვა ევროპულმა ცივილიზაციების შეჯიბრებაში პლანეტაზე ხო საიდან ვიცით რომ გაიმარჯვა იქიდან რომ დღეს იაპონელი სამსახურში დადის ინგლისური კოსტუმით ლონდონში არ მყავს ხალხი ნანახი იმაში სიტიში რომ კიმანოში დასეირნოდეს სამსახურში იმავე გზაზე იმაში ლონდონის მეტროში ხო შესაბამისად ცივილიზაციური ფენომენები და მოდელები დღესდღეობით პლანეტაზე არის მეტწილად ევროპული ну თუ ძალიან საშინელ საზოგადოებებს თუ არ დავიხილოთ სადაც ადამიანები ჭამენ ერთმანეთს ხო და რატომ მოხდა ეს ამბავი ძალიან მარტივი რაღაცაა რომ დავაგვირდეთ დასავლეთ ევროპაში
აი მე-11 საუკუნემდე დასავლურ ევროპული ქალაქი რო ავიღოთ, ხო, შუა საუკუნეების ქალაქი. ამ ქალაქის ცენტრს, ასე ვთქვათ, წარმოადგენდა ტაძარი. ტაძარი, რომელზეც იყო აღმართული ჯვარი. ჯვარი როგორც მარადისობის და სტატიკურობის უძრაობის სიმბოლო, ხო? რომელიც არსებობს მარადისობაში. ჩვენ რო დავხედოთ რომანულ ან გოტიკური პერიოდის ქანდაკებებს, მიგეთ აი, არის მაქსიმალურად დაკნინებული ადამიანის სხეული და მაქსიმალურად აღზევება, ასე ვთქვათ, ამ ღვთაებრივ. შემდეგ რა ხდება? შემდეგ იწყება ჯვაროსნული ლაშქრობები და ასე ვთქვათ, ჯვაროსნებს ჩამოაქვთ აღმოსავლეთიდან სხვა საინტერესო იდეები და კონცეფციები, მაგალითად, დროის კაბალისტური აღქმა. იმიტომ რომ რელიგიური აღქმა დროის არის ესეთი სპირალური. რელიგიური მოდელი რას გვეუბნება, რომ ჯერ თავიდან იყო ყველაფერი კარგად და იქიდან ფუშტება და სადღაც რაღაცა მომენტში, ასე ვთქვათ, ამ დრამის ფინალში გავთ. კაბალისტური აღქმა სხვა რამეს გვეუბნება, რომ დრო არის წრფივი და ასე ვთქვათ, საუკეთესო პერსპექტივა უკან კი არ წინ არის. შესაბამისად, როდესაც დროის ასეთი აღქმა შემოვიდა დასავლეთ ევროპაში, მხოლოდ დასავლეთ ევროპაში ჩნდება ქალაქის ცენტრში მოედანზე დიდი საათი, ხო? რომელიც იყო იმის სიმბოლო, რომ ღმერთი კი არსებობს მარადისობაში, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვარსებობთ დროში და ამიტომ უნდა ვიჩქაროთ. და აი ამ მომენტიდან დასავლურ და შემდეგ მთლიანად ევროპულ მენტალობაში ჩამოყალიბდა მოთხოვნილებას განსხვავებაზე. ანუ მე ვარ ბედნიერი მაშინ, თუ დღევანდელი დღე უკეთესია ვიდრე იყო გუშინდელი დღე, ხო, მაგ პოზიტიური სხვაობა. მინდა რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი ვიდრე დღევანდელი დღე. ამის საპირისპიროდ, ხო, როდესაც ერთსა და იმავეს ვამეორებთ, მოთხოვნილება როგორი მაქვს, რომ დღევანდელობა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორც იყო გუშინ და ხვალ იყოს ზუსტად ისე, როგორც დღეს. ამ შეგვეცნობიერად მაქვს ეს ჩადებული, აი ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ვარ ბედნიერი. აი ეს არის მთავარი ბარიერი. იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტურად გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად უდგები სტაბილურობის შენარჩუნებას. იმიტომ რომ სტაბილურობის შენარჩუნებისკენ ლტოლვა რაღაცა მომენტში შეიძლება გადაიქცეს მახრჩობელა ბარიერად ელემენტარულად. რა არის კიდე აქ მნიშვნელოვანი? იმისთვის რომ ეს ბარიერი დავძლიოთ, უნდა დავსვათ ალბათ ორი შეკითხვა. პირველი, იმისთვის რომ მე მივიღო ის პერსპექტივა, რასაც გეგმავ, ამისთვის რისი შენარჩუნება იქნება სასარგებლო? ანუ სად უნდა გავაგრძელო ეს ერთი და იგივე სხეულის მოძრაობები, ესე ვთქვათ, სად უნდა შევინარჩუნო სტაბილურობა, ან სად უნდა შევქმნა სტაბილურობა. და სად პირიქით აი ეს არსებული ტრადიციები უნდა მოვშალო და სად უნდა შევქმნა პროგრესი, რა უნდა შევცვალო. აი ამის გააზრება, ასე ვთქვათ, უცვლელობის და სვალებადობის ბალანსის, სად ვინარჩუნებ, სად ვცვლით, ხო? ეს ქმნის რეალურად ძალიან სწრაფი წინსვლის შესაძლებლობას, იმიტომ რომ ხანდახან აი რო შევხედოთ საზოგადოებას, ხო, მთლიანად. რაღაცა ტრადიციები დროთა განმავლობაში იქცევა ბარიერად პროგრესისთვის, ხო? იმ შემთხვევაში თუ არსებობს საზოგადოებაში ასეთი ტრადიციების გადახედვის მექანიზმები, რომ რა არის სასარგებლო და შესანარჩუნებელი, რა გვინდა რომ წავიღოთ მომავალში, მაგრამ და რა მოჭამა დრო და უნდა დავემშვიდობოთ, ეს მექანიზმი თუ არსებობს, ესეთი საზოგადოებების მუდმივი განახლება ხდება. ხო და არ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ 21 საუკუნეში რომ ზოგიერთ მე-17 საუკუნეა ეგ. ხო და იმ შემთხვევაში თუ ეს დოგმატიზმია, ну მაშინ საშინელებაა. ნელ-ნელა კითხვებზე გადავიდეთ, მოგწერეთ შეფეთქები კითხვები რაც ამ თემაზე გაქვთ და მანამდე ვახტანგ მინდა გკითხო, ვიცი რომ გაქვს მარათონი, რომელიც სწორედ ამ თემებს ეძღვნება, როგორ შეიძლება რომ ის ბარიერები მოგიხსნათ, ფსიქოლოგიური ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის წარმატებაში. მარათონს რაც შეეხება, ეს არის სამკვირიანი პროგრამა, სადაც ყოველ დღე ვიბულობ გარკვეულ დავალებას, ზოგი არის ვიდეო ჩანაწერის სახით, ზოგი არის ცოცხალი ლაივის სახით, ხო, მაგრამ ცოცხალი ლაივების ჩანაწერიც ხდება, ამიტომ
თვითონ მარათონში მონაწილეობა გაძლევს საშუალებას საკუთარ თავზე იმუშავა მაშინ როცა გინდა. ანუ არის აუცილებელი რომ მაინდა-მაინც დაესწრო აი იმ მომენტში შეიძლება ჩანაწერი აიღო, იმიტომ რომ გარდა ჩანაწერებისა მარათონის მონაწილეებს აქვთ ჩემთან უკავშირი. სულ სპეციალურ ჩატში. რაღაც შეკითხვა რო ხდება ინდივიდუალურად ვასრულებ ამ შეკითხვაზე, საფაქტობრივად რაღაცაში თუ გაიჭედე ძალიან მარტივად ამოვდივართ ამ იმიდან ფორმულიდან. თვითონ მარათონის არსობრივად 4 ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი ეს არის წარსულთან დამშვიდობება. ანუ ნეგატიური მოგონებებისგან გათავისუფლება. რესურსულობის აღდგენა, ხო? ასე ვთქვათ, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ წარსულის სტრესული მომენტების, წარუმატებელი მომენტების გამო კარგავ რესურსულ მდგომარეობას, ანუ იმ მდგომარეობას, რომელსაც ყველაფერი გამოგდის რიყინით. მარტივად რომ ვთქვათ, ხო? აი ამ შემთხვევაში მარათონის პირველ ნაწილში ვაკეთებ თან საკუთარ რესურსულობასთან აღდგენას. აქვე ვაკეთებთ, ასე ვთქვათ, იმ ურთიერთობების ჩახსნას, რომელიც გაიხანა ჩასახსნელი. მაგალითად, ურთიერთობები რეალურად დამთავრდა ადამიანთან, ხო? მაგრამ აი აქ არ დამთავრდა თავში. და ახალ ურთიერთობებს ვერ აგებ, მაგალითად, ახლა საკუთარ თავის ქალაში რო იხუბები რაღაცებს, მუდმივად 20 წლის წინამდელ რაღაცებს. მოკლედ, პირველი 4 თუ 5 დღე ზუსტად დაკავებული ვარ ჩინაგანი ბარიერების მოშორებით და წარსულში დატოვებით რეალურად. ხო, ესეთი გენერალური დაალაგებით ფსიქიკის, ხო? რისთვის? იმისთვის, რომ სანამ ეს ბარიერები გვაქვს, სანამ ეს ამ ნეგატივს მოვათრევთ, ჩვენი ფსიქიკა ხარჯავს რაოდენობის ენერგიას იმაზე, რომ აი ამ ნეგატივებმა შინაგანად არ შემოგვიტიონ და არ დაგვაზიანონ. ხო, ეს მარტივად კარანტინში ხავს გაყვანილი და ამაზე იხარჯება ენერგია. აი პირველ ნაწილში ამ ნეგატივისგან თავისუფლდებით და ხდება ამ უზარმაზარი რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება. და მეორე ნაწილში ამ ენერგიის ინვესტირებას ვახდენთ რაში? მომავალში, ბუნებრივია, ხო? მარათონის მეორე ნაწილში, ასე ვთქვათ, ვქმნით მიზანთა სისტემას, არა ერთ მიზანს, არა ორ მიზანს. ადამიანის ტვინს ერთდროულად შეუძლია 20-25 მიზანი გაკაჩოს, ხო? ასე ვთქვათ, ავტოპილოტის რეჟიმში, რომ მიცეს ადამიანს საშუალებას რომ განახორციელოს ეს მიზანი. შესაბამისად, ხდება ჭეშმარიტი ღირებულებების აღმოჩენა ადამიანის, ხდება მისი მოტივაციის ტიპის კვლევა და თუ საჭიროა კორექცია, მაგალითად არსებობენ ადამიანები, აი სანამ დისკომფორტია მის ცხოვრებაში, ხო? ძალიან აქტიურია და როგორც გეოდნავ კომფორტი შეიქმნება, ხო, ჩერდება. ანუ ესეთი ადამიანები ვერ მიდიან კარგიდან უკეთესისკენ, მოტივაციას კარგავენ. ანუ ხანდახან მოტივაციის ტიპი მოითხოვს შეკეთებას მარტივად. და საბოლოო ჯამში მეორე ეტაპზე ვაყალიბებთ მიზნებს და გეგმებს. ასე ვთქვათ, როგორ საით მივდივართ და როგორ მივიდეთ იქამდე, ხო? გვაქვს ისეთი დაწერილი გეგმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ რეალურად ვაქციოთ ჩვენი ჩანაფიქრები. მესამე ეტაპზე ვსაუბრობთ საკომუნიკაციო უნარებზე. იმიტომ რომ თუ მეტნაკლებად ამბიციურ რაღაცას ვისახავთ მიზნად, ხო? ბუნებრივია ადამიანებთან შევდივართ კომუნიკაციაში, ურთიერთობებში, ხო? დავიხმაროთ ეს ადამიანები, ან გუნდი შევქმნათ და აი აქ ძალიან მჭირდება რომ ვიყოთ ისეთი ძალიან დამარწმუნებლები ჩვენს კომუნიკაციებში. და აი მესამე ეტაპზე ვსწავლობ სპეციალურ ხერხებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, როგორც პიროვნებათშორისი კომუნიკაციის შედეგიანობა ავამაღლოთ, ისე საჯარო გამოსვლის, ხო? და ამ საჯარო გამოსვლის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა 5 კაცია შენი აუდიტორია თუ 5000. და მეოთხე ეტაპზე, მარათონის მეოთხე ეტაპზე ვაკეთებთ რას? ვსწავლობ სპეციალურ მეთოდებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ მოვახდინოთ საკუთარი თავის რედაქტირება. ხასიათის თვისებების უნარებს, მაგალითად, როგორ ავითვისოთ რაღაცა უნარის სწრაფად, უმოკლეს ვადებში. როგორ შევცვალოთ ქცევა, აი მაგალითად, გარკვეულ სიტუაციებში ჩემი ქცევა მაინდა-მაინც არ მომწონს და მინდა რომ, ასე ვთქვათ, სხვანაირად დავაპროგრამოთ ჩემი ქცევა. აი როგორ კეთდება ეს, ასე ვთქვათ, ისე რომ ხარჯავთ ამაზე დღეში წუთნახევარს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან სწრაფად ღებულობ შედეგს. ასევე როგორ დავივიწყოთ, როგორ გავთავისუფლდეთ იმ ჩვევებისგან, იმ ქცევითი მოდელებისგან, რომელიც აღარ გვჭირდება, რომელიც ბარიერად იქცა, ხო?
და ასევე ბოლოს, მარათონის ბოლოს, ესე ვთქვათ, ქმნით ისეთ პირობებს საკუთარ ფსიქიკაში, როდესაც მისთვის რეალურად ნებისმიერი ბარიერი ხდება დაძლევად. იმიტომ რომ ხანდახან ადამიანებს ქვეცნობიერად ესეთი ზღურბლი აქვს ხოლმე ჩამოყალიბებული, რომ აი ჩემთვის ამაზე მეტი არ შეიძლება. ცნობიერად ამის შესახებ არ იციან ბუნებრივია. ცნობიერად გონია, რომ ეჰეი, მიზნები გაქვს და ამბიციები, მაგრამ ქვეცნობიერი სხვა რამეს ფიქრობს ამ დროს და შეიძლება ყველა საინტერესო მომენტში, ასე ვთქვათ, დაგალევინოს კუჯის გამხსნელი წამალი პრეზენტაცია როგორც დასაქმებელი მასში და დაგსვას სახლში. იმიტომ რომ გეწინააღმდეგე. ესე იგი, წვდომა მასალებთან არის 21 დღის განმავლობაში სანამ მიდის მარათონი, პლუს კიდევ 21 დღე მათთვის, ვინც რაღაცა მიზეზებით ვერ მოასწრო. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური მედიტაცია, რომელიც მუშაობს, ასე ვთქვათ, იმ პროგრამებთან ჩვენს ქვეცნობიერში და ფსიქიკაში, რომელსაც ჩვენ თვითონ ვერ შეცვლი. როგორც ძალიან მაგარმა კარდიოქირურგმა, ხო, რა მაგარი კარდიოქირურგის აღნა აქვს. თვითონ გულზე ოპერაციას ვერ გაიკეთებს მარტივად ვთქვით, ხო? ამიტომ გვჭირდება რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც მოგცემს საშუალებას, აი, ცოტა უფრო ღრმად წაგიყვანოს. ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან და მოგცეს საშუალება იქ ჩამოაყალიბო რაღაცა ცვლილებები. ალბათ ეს არის და მარათონის მიზანი არის ცხოვრების ხარისხის და დონის გაუმჯობესება ნებისმიერი მიმართულებით, რომ ქვია მარათონს შეუზღუდავი მიღწევების მარათონი. ნებისმიერი შეზღუდვები მოხსნათ ნებისმიერ სფეროში, რომლის გაუმჯობესებას სურთ რეალურად. არის პრაქტიკულად ყველასთვის. თუ არ გჭირთ ფსიქოზი და აღრიცხვაზე არ გახართ ფსიქიატრიულ კლინიკაში სადმე, პრინციპში ეს მარათონი გამოგადგებთ. აი ესეთი ამბები. ოკეი, მშვენიერი. გმული მარათონზე დასარეგისტრირებად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სათაურში ჩვენი ლაივის. ახლა გადავიდეთ კითხვებზე, რამოდენიმე საინტერესო კითხვაა და მას წავიკითხავ ახლა. პირველი ასეთ კითხვა არის, რომ 3 წელია მინდა სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება. ვიზუალიზაციიდან დაწყებული ბევრი სხვა ტექნიკებით პრაქტიკოსი ვარ. რას არ ვაკეთებ სწორად, რომ თითქოს ერთი შეხედვით მარტივი და ასრულებადი მიზანი, რატომ იწელება დროში. ასე შრესში. აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა გასაგები. მოდი ამას მივდექით არა როგორც პრობლემას, არამედ როგორც დაუგეგმავ შედეგს. წარმოვიდგინეთ, რომ შედეგი, რომელსაც ღებულობ, ეს არის ის, რომ შენი კლიპი ჯერაც არ არის ჩაწერილი. აიღეთ ფურცელი და პასტა და შეადგინეთ, დაწერეთ ინსტრუქცია იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს, რომ მიიღოს ანალოგიური შედეგი. ანუ იმ შემთხვევაში, თუ არ მინდა მომივიდეს კლიპის ჩაწერა, რა უნდა ვაკეთო? როგორ უნდა ვიაზროვნო ამისთვის? რა შინაგანი მდგომარეობები უნდა შევიქმნა? აი აქ ზოგადად რას ვაკეთებ იმისთვის, რომ დავაფრთხილო ჩემი თავი. აი ეს გაიაზრეთ და უფრო ასე ვთქვათ, ესეთი ფუნქციონალური და ქმედითი პასუხისთვის გეტყოდით, რომ ალბათ ჯობია ფსიქოთერაპევტს მიმართოთ, რატო? სავარაუდოდ არის რაღაცა სააზროვნო პროცესი, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ. ანუ თქვენი ქვეცნობიერის ერთ ნაწილს სურს ამ შედეგის მიღწევა, მეორე ნაწილს არ სურს. რაღაცა მიზეზების გამო. ასეთი მიზეზები იყოს შეიძლება მრავალი. შესაძლებელია რომ მას ქვეცნობიერს გონია, რომ აი ამ აზრში, სადაც ეს მიზანი არ არის ჯერ მიღწეული, ხო? არის ისეთი რაღაცა მნიშვნელოვანი, რასაც აუცილებლად დაკარგავ მას შემდეგ, რაც ამ კლიპს ჩაწერე. და აი ამიტომ შეიძლება გაკავებდეს. შეიძლება სხვა მიზეზებით გაკავებდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ან კოუჩი გჭირდებათ ამ ფსიქოთერაპევტი. დაახლოებით 1 ან 2 შეხვედრაში ესეთი რაღაცები დამარტივად გვარდება. შინაგანი წინააღმდეგობა არის ამ შემთხვევაში აღმოსაჩენი, ხო? Yes, და ამ შინაგანი წინააღმდეგობის წყარო შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, შენს ბიოგრაფიაში გაქვს რაღაცა გადატანილი, რამაც ჩამოაყალიბა ეს წინააღმდეგობა. შეიძლება საჯიშესაგვარეულო ბიოგრაფიაშია რაღაცა ისეთი, რასაც აი ვერც კი იფიქრებ ნორმალური ადამიანი, რომ აი ამან თურმე შეიძლება შემიშალოს ხელი ეს რაღაცაში. შეიძლება იყოს საზოგადოებრივი შთაგონების შედეგიც. მაგრამ ეს არის
ასე ვთქვათ, აი ამ კომენტარში, ხო, ამ შეკითხვაში ცოტა უფრო ცოტა ინფორმაცია იმისთვის რაღაც ესეთ დასკვნები გააკეთე. რაღაცა უფრო ქმედითი რჩევა მოხდეს. ვახტანგ, შენთან რომ მოვიდეს კლიენტი ასეთი кейსი. შენ როგორც NLP თერაპევტი, როგორ რა ტექნიკით აეხმარებოდი, რომ აღმოეჩინა შინაგანი წინააღმდეგობა. გაიგო მიზეზი, რაც რეალ ბარიერი არის მისი ამის. გააჩნია როგორ რა ორიგინალურ ტექნიკას იყენებს იმისთვის, რომ შეიქმნას ეს პრობლემა. იმიტომ რომ როდესაც ხდება იმის გააზრება, რა გზით ვიქმნი პრობლემას მე თვითონ, როგორ ვაზროვნებ იმისთვის, რომ ეს პრობლემა A შევიქმნა და B შევინარჩუნო. აი მაშინ გასაგები ხდება, როგორი ტიპის ტექნიკა იმოქმედებს შენზე ყველაზე კარგად. ტექნიკის შერჩევა მიდის მანდეთან. რომ რაღაცა ესეთი რომ აი მაინდა-მაინც ამ შემთხვევებისთვის ეს ტექნიკა რაღაცა ნაკლებია. ოკეი. ანუ უფრო სიტუაციურად უნდა მივუდგეთ და არა რა გამზადებული წინასწარი შაბლონი, რომელსაც შემდეგ კლიენტს მოვარგებ. შეიძლება ცოტა სხვა გზითაც წავიდეთ ამ შემთხვევაში, ხო? შეიძლება შევიქმნათ იმდენად მძლავრი პოზიტიური მოტივირებული მდგომარეობა, რომ ჩემი ჩვეული შეზღუდვები უბრალოდ ვერ ამუშავდეს. ამისთვის მაგალითად მე გავაკეთებდი ესეთ რაღაცას. არ გვაქვს საშუალება მაგალითად მივმართოთ ფსიქოთერაპევტს, coach-ს და სხვა დამხმარე ტიპის პროფესიონალს, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რომ აი გამოვნახოთ ერთი 10-15 წუთი დრო და დავიწყოთ წარმატებული მომენტების გახსენება ჩვენი ცხოვრებიდან, როდესაც რაღაცას გეგმავდი, მერე გამომივიდა. აი მაქსიმალურად გავაცოცხლო ეს წარმატებული მოგონებები, ასე ვთქვათ, დავინახო რას ვხედავდი მაშინ, გავიგონო ეს ხმები. აი იმ დონეზე რომ სხეულში გაჩნდეს აი ეს წარმატებული დრაივის შეგრძნება. როგორც კი გაჩნდება სხეულში ეს წარმატებული დრაივის შეგრძნება, ხო? აი შემდეგ შეიძლება წარმოსახვა ეს წარმოვიდგინო, რომ აი დავიწყე ამ კლიპის გაკეთების პროცესი და წარმატებით გავედი ბოლოში. და ამას ვაკეთებ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ. აი იმდენი დღის განმავლობაში, სადაც როდესაც რაღაცა მომენტში გარღვევა არ მოხდება, იმდენი მოტივაცია ერთდილით უბრალოდ დავდგები, წავალ და ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება ასეთი გზითაც წავიდეთ. შემდეგი შეკითხვა ზუსტად გონი მაგ თემას ეხება, რომ ესეთი სახის არის, რომ მიჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თეორიულად ვიცი რაც მინდა, როგორ უნდა მივიღო რაც მინდა, მაგრამ კომფორტის ზონას ვერ ვერევი. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ბრძანდებით. რახან კომფორტის ზონის დათმობა არ გინდა. მინდა გითხრათ ესეთი რაღაც, რომ დისკომფორტის პირობებში ადამიანი სწავლობს 8-10 ჯერ უფრო ნელა, ვიდრე კომფორტის და სასიამოვნო ემოციების ფონზე. გაიხსენებთ თუ შეიძლება სკოლაში რომელიც საგანი მოგწონდათ ყველაზე ძალიან სავარაუდოდ ის, სადაც მასწავლებელი გიქმნიდათ ხალისიან განწყობას ჯერ სანამ საგანს მოგაწოდებთ, ხო? შესაბამისად, ეს არის ძალიან ლამაზი იდეა, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე რაღაც მიაღწიო, მაგრამ ამ იდეას აქვს ერთი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააბრკოლოს, ასე ვთქვათ, აი ესეთი ძლიერი პროგრესის შექმნაში, ხო? გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ცხოვრობთ მასობრივი განადგურების ცოდნის ეპოქაში. რა საჭიროა ომი, როდესაც შეიძლება n რაოდენობით დაწერო წიგნი, სადაც ყველგან გაიმეორო ერთი და იგივე ფრაზა, რომ კომფორტის ზონიდან თუ არ გამოხვედი, არაფერი არ გამოგვიყვება. აი ამით ამოუტენო თავი ადამიანებს და შემდეგ უყურო უბრალოდ ძალიან მარტივ რაღაცას, როგორც კი აი იწყებ რაღაცის შეცვლა გინდა ცხოვრებაში და ამ დროს ხვდები, რომ ეხლა ეს ტანჯვა-წვალებით უნდა წავიდეს ყველაფერი და გადის წლები აი ამაში, თავს ძალას ვერ ვატანდეს ბოდვა. ამიტომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა საერთოდ არ არის საჭირო, მინდა გითხრათ. პირიქით, მაქსიმალური კომფორტი უნდა შეიქმნათ იმისთვის, რომ ცვლილებები განხორციელდეს იოლად და კომფორტულად. ამისთვის ცოტა, ასე ვთქვათ, ინვესტიცია გჭირდება და დროის. ნუ დღეში მაგალითად 5 წუთი, რაში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დიდი ეკრანი, კინოდარბაზებში რო არის ხოლმე დიდი უზარმაზარი ეკრანი და ამ ეკრანზე დაინახოთ საკუთარი თავი, რომელიც აკეთებს აი ზუსტად იმას, რისი გაკეთებაც გინდა და ადრე რო გეგონათ, რომ ეს ყველაფერი ტანჯვა-წვალებით უნდა წასულიყო.
აი წარმოიდგინოთ საკუთარი თავი, რომელიც არის სიმსუბუქის, სილაღის, ხალისის, ბედნიერების მდგომარეობაში, ხო? და აი წარმოიდგინეთ 20-20 წამიანი, 20-30 წამიანი კლიპი, წარმოსახვითი, სადაც საკუთარ თავს აი ესე ხედავთ გვერდიდან, რომელსაც ეს ყველაფერი თან შედეგიანია, თან ფანტასტიკურად გრძნობს თავს. აი ეს ორი რაღაც. შეიძლება თავიდან ბუნებრივად არ მოგეჩვევა თუ დედა ვატყუებს საკუთარ თავს, ჭანდაბას მოატყუეთ. მასე იქნება ახალი პროგრამები ჩვენ ფსიქიკაში. ხო და აი ეს კლიპი ნახეთ 3-ჯერ, 4-ჯერ, ну მინიმუმ 3-ჯერ, ხო? ერთხელ ნახეთ, მეორე ნახეთ, მესამეც ნახეთ. ამის შემდეგ ასევე წარმოსახვაში შეაბიჯეთ აი ამ წარმოსახვის ფილმში და წარმოიდგინეთ, რომ აი შიგნიდან პირველ პირში გადიხართ მთელ ამ ფილმს და გამოიგონეთ, წარმოიდგინეთ, მოატყუეთ საკუთარი თავი. თუ გინდათ, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ ძალიან სუბუქად და ძალიან აი ფანტასტიკურად კარგად გრძნობთ თავს, როდესაც ამას აკეთებთ ხელს. აი ამის კეთება დაიწყეთ ყოველ დღე. სხვადასხვა ზოგ ადამიანს სჭირდება, რომ სამი დღე გააკეთოს, რომ ასე ვთქვათ, შეექმნას ერთდროულად მოტივაციის, სილაღის და შედეგიანობის მდგომარეობა. ზოგისთვის 3 კვირაა საჭირო, ზოგისთვის 1 თვე, ხო? აი დაიწყეთ ამის კეთება, ფაქტიურად გჭირდებათ რა, რომ საკუთარ ტვინს ასწავლოთ, რომ პროგრესის შექმნა შესაძლებელია მარტივად და სილაღის შინაგანი მდგომარეობის ფონზე. დამიჯერეთ 20 წელია ამას ვაკეთებ. ეს ადამიანებთან მუშაობას ვიწყებ, ხაი, ეს სახით როგორია რაღაცა 3 ზომით ნაკლები ფეხსაცმელი რო ჩაგავს ეს სახე რო გექნება და ახლობებით ისეთი რომ აი გზად არიან დადაბული მუშაობისთვის და მესამე სეანსიდან რომ მოდიან და მეუბნებიან რომ იცით მე შინია რომ პრობლემა აღარ მაქვს და რაზე ვილაპარაკოთ. გადასარევებად კი იმისთვის ვაკეთებ რომ პრობლემა აღარ იყოს. ანუ იმდენად აქვს ადამიანებს თავში ჩატენილი რომ პრობლემა თუ არ გაქვს ეს არის პრობლემა. ჩვევაშია გადასული ეს მაზოხი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ იმას, რომ შეგვიძლია ესეთი სილაღის მდგომარეობაში ვიაროთ წინ, ჩვენ გვიჩნდება კარგიდან უკეთესისკენ სვლის შესაძლებლობა, ხო? იმიტომ რომ თუ შენს აქტიურობას აღძრავს რაღაცა პრობლემა უნდა გაჩნდეს იმისთვის რომ გაინძრე, ხო? მაშინ სულ რაღაცა პრობლემა უნდა გქონდეს. შენი პრობლემები არ დამთავრდება. არ როცა დამთავრდება, შენ თო შეიქმნა. და იმ შემთხვევაში თუ შენ შეგიძლია დადებითი ემოციების სიმსუბუქის ფონზე წარმოიდგინო საკუთარი თავი აქტიური და შედეგიანი და პროდუქტიული და ასე ვთქვათ შეაჩვიო შენს ტვინს ეს პროგრამა ცოტა ხანში შეამჩნევ რომ ნებისმიერ სიტუაციაში კიდე დისკომფორტული იყოს, კიდე კომფორტული იყოს, ინარჩუნებ მუდმივ პროდუქტიულობას, მუდმივ აქტიურობას ანუ არ ჩერდები პროგრესში, სულ მედიხარ წინ და ადამიანები ვერ გეწევიან ელემენტარულად. აი ესე მარტივად შეგიძლიათ მიუძღეთ. ეს არ არის პოპულარული, ასე ვთქვათ, ხედვა ამ საკითხის, მაგრამ მუშაობს დამიჯერეთ. 20 წლის პრაქტიკა მიჩვენა. მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. დანკ, ჩვენი საუბარი. ნუ დანარჩენი შეგიძლიათ მარათონზე ნახოთ, რომელიც დაიწყება 23-ში. დროებით და შეხვედრამდე.